ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. შუადღე მშვიდობის სერგო კობალავა მოგესალმებით ყველას მეგობრებო, თქვენ უსმენთ იმედის კლინიკას სამედიცინო გადაცემას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ პირდაპირ ეთერში. შაბათი დღეა დღეს და 10 ოქტომბერი, უახლოესი 9 საათის განმავლობაში ვიმუშაობთ თქვენთვის და გავაჟღერებთ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო და აქტუალურ საკითხს, რადგან ეს რა თემასაც დღეს განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია უამრავ პაციენტში, რადგან პათოლოგიაზე დღეს გავამახვილებთ ყურადღებას ერთ-ერთი პირველი ენდოკრინოლოგიური დაავადება, რომელიც დღეს ნომერ 1 სოციალურ სამედიცინო პრობლემად სახელდება მსოფლიოში. თუ რა პათოლოგიაზე იქნება გამახვილებული ყურადღება და რა სახით წარიმართება დღევანდელი გამოშვება, ამას რამდენიმე წუთში აუცილებლად მოგახსენებთ. აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ დარეკოთ სტუდიაში ტელეფონის ნომრებზე 292 11 92 92 11 99 და პირდაპირ ეთერში თემიდან გამომდინარე დასვათ კითხვები. შეკითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ Facebook-ის საშუალებით, იმედის კლინიკის მისამართზე, იმედის კლინიკა რადიო იმედი, კითხვები რომლებიც ასე თუ ისე თემატიკას ეხება ან გამოგზავნილი იყო ამ თემის ანონსის შემდგომ, აუცილებლად დასმული იქნება გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ კი რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს. იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ალბათ მეგობრებო, ანონსიდან მიხვდებოდით, რომ საუბარი იქნება შაქრიან დიაბეტზე, თუმცა არა უშუალოდ ამ პათოლოგიაზე, არამედ შაქრიანი დიაბეტის დროს ინფექციური პათოლოგიის აქტუალობას შევეხებით. ვისაუბრებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, დიაბეტისა და ინფექციის ასოციაცია, რა ტიპის ინფექციები გვხვდება ყველაზე ხშირად დიაბეტის დროს, რატომ იზრდება ზოგადად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში ნებისმიერი სახის ინფექციური პრობლემის განვითარება და რა თქმა უნდა ბოლოს რჩევებს მოგვაწვდის დღევანდელი სტუმარი თუ როგორ დავიცვათ თავი ამა თუ იმ ინფექციისგან დიაბეტით დასნებოვნებულ პირებში. ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი ნინო ესაკია ჩვენი სტუმარი. გამარჯობა ნინო. გამარჯობათ, მოგესალმებით. ქალბატონი, მოდი თავდაპირველად რამდენად მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დასნებოვნებულ პირებში ნებისმიერი სახის ინფექციის პრობლემატიკა და აქვე მეორე კითხვას გავაერთიანებ, რადგან თემა ძალიან ვრცელი და დიდია. რატომ იზრდება დიაბეტი დაავადებულ პირებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შაქრიანი დიაბეტი ასე თუ ისე გაკონტროლებული იყოს ინფექციური პათოლოგიების ალბათობა? შაქრიანი დიაბეტი ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ესეთი დაავადებაა, რომელიც ბოლო ხანებში ძალიან გავრცელდა ზოგადად მოსახლეობაში. დიაბეტის გავრცელებიდან გამომდინარე, მისი სიხშირის მატებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მისი გართულებების რისკიც მაღალია. შაქრიანი დიაბეტი ეს არის ქრონიკული დაავადება და შესაბამისად პაციენტები, რომლებთაც ეს დაავადება დაუდგინდებათ, მუდმივად არიან სხვადასხვა რისკის ჯგუფში გართულებების მხრივ. შეიძლება გართულდეს როგორც მწვავე გართულებებით, ასევე გვიანი ქრონიკული გართულებებით. აი სწორედ ინფექციების მხრივ გართულება მიეკუთვნება გვიან ქრონიკულ გართულებებს შაქრიანი დიაბეტისას და ის ხშირ შემთხვევაში უკვე როდესაც რთულდება ინფექციების მხრივ დაჩრქებები და ასე შემდეგ კანზე სხვადასხვა ტიპის ფურუნკულების არსებობა და ეს რა თქმა უნდა ამძიმებს ასევე დიაბეტის თვითონ მიმდინარეობას, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან რთულია მართვა გლუკოზის დონის სისხლში, შეიძლება გლუკოზის დონე მოიმატოს, მაღალი გლუკოზის გამო უკვე ჩაერთვება სხვადასხვა მექანიზმები, რაც ერთმანეთს ამძიმებს ეს თვითონ დიაბეტის ინფექციებს და ინფექცია პირიქით დიაბეტს. ბატონო, თუმცა დამეთანხმებით უკაცრავად გაწყვეტინეთ, რომ არა იშვიათად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც პიროვნება მარიცის შაქრიანი დიაბეტის არსებობის შესახებ გამოვიდება ძირითადად კანის ჩირქოვანი ინფექცია. კანის და ლორწოვანი გარსების, აი მაგალითად უროლოგიური პრობლემები მამაკაცებში ძალიან ხშირად მათმა არც იციან, რომ მათ აქვს შაქრიანი დიაბეტი, ანუ აქ არის ახლად გამოვლენილი ფორმა დიაბეტის და პირდაპირ იწყება სასქესო ორგანოების მხრივ უროლოგიური დაჩრქებითი პრობლემებით. ისინი აკითხავენ რა თქმა უნდა უროლოგს, იმიტომ რომ მათ ეჭვიც არ აქვს დიაბეტის არსებობაზე და უროლოგი გასინჯვით და სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე თუნდაც შარდის
საერთო ანალიზის საფუძველზე ნახულობს, რომ გლუკოზის დონე სისხლში ძალიან მაღალი. ის პირველად გასინჯვიდაც უკვე შეიტანს ხოლმე, რომ აი ეკითხება პაციენტს, ხომ არა გაქვს შაქრიანი დიაბეტი, იმიტომ რომ ეს დაავადება ასოცირდება პირდაპირ დიაბეტთან ის გართულება. პაციენტები ხშირ შემთხვევაში აბობენ უარს და არც იციან მათ რომ აქვთ დიაბეტი. შემდგომ ანალიზების საფუძველზე როდესაც დადგინდება, რა თქმა უნდა, უროლოგისგან ჩვენთან ხდება გადმომისამართება პაციენტის და ჩვენ უკვე მკურნალობთ პირდაპირ დიაბეტს. როდესაც შაქრის დონე სისხლში მოწესრიგდება და დიაბეტის მართვა მოხდება, ავტომატურად ეს პრობლემა, ჩირქოვანი პროცესები, სხვადასხვა ტიპის ინფექციები, სხვადასხვა ტიპის ეროზიები და ამ შემდეგ ავტომატურად ალაგდება. ხშირ შემთხვევაში პაციენტები არიან ხოლმე გაოგნებული, როდესაც გაიგებენ, რომ დიაბეტი აქვთ, ეჭვიც არ აქვთ ამ მხრივ და ითხოვენ უროლოგისგან, რომ აი მე მაქვს უროლოგიური პრობლემა, რა შუაშია და დაუშვათ უროლოგი ეუბნება, რომ მე უძლური ვარ, ანუ ფიზიკურად ჩემი მკურნალობას შედეგი არანაირი არ ექნება, თუ თქვენ არ მოიწესრიგეთ სისხლში შაქრის დონე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. შაქრის დონის მოწესრიგებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს პრობლემები, ლორწოვანი გარსის ინფექციები, კანის ინფექციები, ნებისმიერი დაუშვათ კანის დაზიანების დროს არის ხშირად. ეს ჩვენ ახლა ვისაუბრეთ პაციენტზე, რომელმაც არ იცოდა, რომ მას დიაბეტი აქვს და შემთხვევითი გამოკვლევით დაუდგინდა, მაგრამ არიან 80-90% პაციენტები, ვინც იციან, რომ მათ აქვს დიაბეტი, უკვე ხანგრძლივად მკურნალობენ ამ დიაბეტს. და უკვე მათ ურთულდებათ ეს დიაბეტი სხვადასხვა ტიპის ინფექციური პროცესებით. იგივე ჩვეულებრივი ინექციის შემდეგ, აი კუნთში ინექციის შემდეგ, თუ კი ინექციის ჩატარება მოხდა არაპროფესიონალის მიერ, მეტწილად ეხა პაციენტებს, რომლებსაც დანიშნული აქვს სხვადასხვა ტიპის დაავადება, იგივე მაგალითად პნევმონიის დროს, ან ნებისმიერი პათოლოგიის დროს მიმართა თერაპევტს, თერაპევტმა მას დაუნიშნა ანტიბიოტიკი ან რომელიმე ტიპის საშუალება, რომელიც კუნთში უნდა გაიკეთოს. ხშირ შემთხვევაში პაციენტები თვითნებურად სახლის მკურნალობით იკეთებენ კუნთში ინექციას, ანუ ამის მხრივ არ ტარდება ეს სტაციონარულად, რაც ჩემი აზრით არასწორია, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რისკი აქვს დიაბეტიან ადამიანს, რომ დაუჩირქდეს იგივე ნანემსარი, ნაჩხლეტი იმიდამო, ვიდრე არადიაბეტიან ადამიანს. როგორც მოგეხსენებათ, დიაბეტიკებში ძალიან რთულად მიდის რეგენერაციის, ეგრეთ წოდებული აღდგენითი პროცესები კანის მხრივ. გაწოვის უნარიც ნაკლები აქვს. როდესაც 5 გრამი წამალი, იგივე ანტიბიოტიკი ან რომელიმე სხვა საშუალება შედის კუნთში, ადგილობრივად იკეთებს ინფილტრატს, ანუ სიმაგრეს. შემდგომ მას ხანგრძლივად უნდა რომ გაიწოვოს. ამ შემთხვევაში დიაბეტიანებში ეს უფრო რთულად მოსავლელი არის, შეიძლება დაინფიცირდეს და უკვე მაღალი ტემპერატურით, დაუშვათ ჩირქოვანი პროცესით და ასე შემდგომ მომართავენ ხოლმე ქირურგს და ქირურგთან ხდება ჭრილობის დამუშავება, გაკვეთა და ასე შემდეგ. ამ რისკების თავიდან აცილების თვალსაზრისით ყველა დიაბეტიანს ურჩევთ ხოლმე რომ მოერიდონ თვითნებურ სახლში ჩატარებულ მკურნალობას ერთი და ასევე მოერიდონ კუნთში ინექციებს. ასურველია გაკეთეს ინტრავენურად დაუშვათ რაიმე ტიპის მკურნალობა, თუ მას ესაჭიროება სხვადასხვა დაავადების, ან მოხდეს ტაბლეტირებული ფორმით მართვა სხვა დაავადებებისა. გარდა ამ ინფექციებისა, ასევე ხშირია დიაბეტიანებში ტერფის ინფექციები. მოგეხსენებათ თქვენ, რომ ტერფის გართულება შაქრიანი დიაბეტის დროს ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო და მძიმე საკითხია. ყველა დიაბეტიკს ეშინია, რომ აი ფეხების მდგომარეობა როგორ ამაქვს, ხშირად აქვს შეკითხვები, რა იცი მეზობელს, ახლობელს, ვიღაცას კიდური მოკვეთეს, გაუკეთეს ამპუტაცია, ხვის მაგალითზე სპეციალისტებიც კი არსებობენ დიაბეტური ტერფის. რა თქმა უნდა, ტერფის მართვა არის ჩვენთან ავერსის კლინიკაში, დიაბეტური ტერფის პროგრამა გვაქვს სპეციალური, სადაც ჩართულია ნევროლოგი, დერმატოლოგი და ანგიოლოგი. 3 ექიმის მიერ ხდება ტერფების შემოწმება, დიაგნოსტიკა და მკურნალობის დანიშვნა. ეს აუცილებელია, რომ ყველა დიაბეტიანმა პაციენტმა თუნდაც წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს და შეემოწმოს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ტერფები, როგორია ტერფებში სისხლის მიმოქცევა, არის თუ არა პულსაცია, ხომ არ არის შევიწროებული რომელიმე სისწარღვი. გარდა ამისა ხდება ნევროლოგის მიერ ნეიროპათიის დადგენა, არის თუ არა რაიმე პრობლემები ამ მხრივ, იმიტომ რომ დიაბეტიანებში ხშირად მაღალი შაქრის გამო მოგეხსენებათ, რომ გლუკოზა რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს სისხლში შაქრის დონე, მაგრამ აქვს გარკვეული დიაპაზონი ნორმის. ნორმას როდესაც გადაცდება და მუდმივად მაღალი არის ერთი და იგივე მაჩვენებელზე აწეული ეს შაქრის ციფრები, ის უკვე როგორც ინტოქსიკაცია, ისეთნაირ ეფექტებს იძლევა და იწვევს ნერვული დაბოლოებების და
გაჩლუნგებას, მოდუნებას და მგრძნობელობის დაქვეითებას. სწორედ მაგის გამო, რომ დიაბეტიკები ვერ გრძნობენ, მგრძნობელობა ისეთი მაღალი ხარისხის არ აქვთ, როგორც არადიაბეტიან ადამიანებს ქვემო კიდურებში, ტერფებში. ამის გამო არის, რომ მათ ტემპერატურის აღქმის უნარი არ აქვთ ხშირად. აი თუნდაც ჰიგიენის მოვლის დროს, ქვემო კიდურების აბაზანის დროს, როდესაც წყლით იბანენ, ხშირად ქვემო კიდურებზე ისინი ვერ გრძნობენ. ეს ძალიან ცხელია ეს წყალი თუ არა და ხდება ხოლმე ადგილობრივად თერმული დამწრობა, რაც შემდგომ კანის აშრევებას იწვევს და ახეთქვას და იქ უკვე შეიძლება ინფექცია განვითარდეს. ამიტომ ჩვენ ყველა პაციენტს ვურჩევთ, რომ როდესაც წყლის ტემპერატურის გაზავება ხდება, რომ არა შეამოწმონ არა ხელის გულით ან თითებით ან ფეხით რო აი თბილია წყალი თუ არა იდაყვით უნდა შეამოწმონ წყლის ტემპერატურა ამ შემთხვევაში უფრო ლოგიკურად ხდება აღქმა უნარი რომ წყალი ძალიან ცხელი არ იყოს რომ არ მოხდეს ქვემო კიდურების თერმული დაზიანება დამწრობის გამო. გარდა ამისა, ვურჩევთ ხოლმე, რომ ყოველთვის შეამოწმონ ფეხსაცმელი. ხშირ შემთხვევაში ფეხსაცმელში თუ მოხვდა პატარა ქვის ნატეხი, კენჭი, ან დაუშვათ შიგნით რაიმე ტიპის დაუშვიგივე ლურსმანი, რა ვიცი, ჭიკეტი რაღაცა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩაცმის დროს ტრავმული დაზიანება კიდურის, შეიძლება პაციენტმა ვერც იგრძნოს კენჭის ჩხლეტა და ამ ნაჩხლეტ მიდამოში შემდგომ ინფექცია უფრო სწრაფად ვრცელდება დიაბეტიან ადამიანებში და ძნელი არის ამ შემთხვევაში პაციენტის მართვა, იმიტომ რომ როგორც წესი უკვე მოდიან გართულების ვარიანტში, ახლად დაზიანებული ჭრილობით იმ დღესვე, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს არ არის, არ ვიცი, როგორ დავარქვათ ამას კულტურა ექიმთან მისვლის თუ რა, აი დაუშვათ დაუზიანდა კიდური, იმ დღესვე ან მეორე დღეს არ მოვა ის ექიმთან ერთი კვირა უნდა ესე იგი მეზობლის თუ ვიღაცის რჩევით თუ ახლობლის შეიზილოს სხვადასხვა ტიპის მალამო, რაც კატეგორიულად აკრძალული ამ შემთხვევაში წაისვას ზემოდან იოდის ხსნარი, რაც ასევე კატეგორიულად და ასე შემდგომ, ანუ ყველაფერს არღვევს ეს პაციენტი, არასწორ კურნალობას ეწევა და მოდის ერთი კვირის შემდგომ, როდესაც პროცესი აღმავალი გზით უკვე ზემოთ ვრცელდება, ჯანსაღ ქსოვილსაც აზიანებს, ჩაერთვება უკვე მთელი კიდური, არის ჰიპერტროფია, არის ტემპერატურული და ყველანაირი პრობლემები და ხდება უკვე ქირურგთან. ამ შემთხვევაში უკვე ქირურგის გამოსავალი არის, რომ დანეკროზებული ჭრილობის ხელოვნურად აშრევება მოახდინოს, ხო, რომ განკურნოს ეს პაციენტი, ანუ კიდე იგივე დაზიანება უფრო დიდი მასშტაბით ხდება, ჭრილობის დაზიანებული მიდამოს დანეკროზებული და დაჩირქებული ადგილის ამოკვეთა ხდება და კანს და კანქვეშა ქსოვილებს ისევ ჭირდება რეგენერაცია და აღდგენის უნარი, როდესაც უფრო მეტად უნდა შეებრძოლოს უკვე ორგანიზმი, რომ ეს ამოავსოს ეს დაზიანებული მიდამო. ეს რა თქმა უნდა დიაბეტიან ადამიანთან ძალიან რთულია, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო შაქრის ციფრებზე საუბარი, აქ არის ასევე იმუნურ სისტემაზე, ზოგადი ორგანიზმის მდგომარეობაზე, ადამიანის ასაკზე, სხვადასხვა ტიპის გართულებებზე დამოკიდებული სისხლის მიმოქცევაზე იგივე. თუ ადამიანი არის ასაკოვანი, დაუძლურებულია, იმუნიტეტი ძალიან დაბალი აქვს, შაქრის ციფრები მაღალი აქვს სისხლში და ვერ აკორეგირებს და ვერ მართავს შაქარს და პარალელურად მას სიზარღვების შევიწროება აქვს, ანუ ანგიოლოგიური პრობლემებიც აქვს, სისხლის მიწოდება არ ხდება იმ დაზიანებულ დანეკროზებულ უბანში, სადაც უნდა მოხდეს მისი აღდგენა, რა თქმა უნდა ეს პროცესი ჭიანურდება და ხანდახან გართულებების შემთხვევაში გადადის განგრენაში და კიდურის ამპუტაციითაც მთავრდება. ზოგადად ეს პრობლემა, რასაც მე ახლა ხსნი ძალიან მარტივად გასაგებენაზე, რომ აი ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს გასაგები, არის არა მარტო ემუქრება, არა მარტო დიაბეტიან ადამიანებს მეორე ტიპის დიაბეტი ვისაც აქვთ, არამედ პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებსაც, ანუ ვინც არიან ინსულინ მომხმარებლები მათაც. აქ არ აქვს უკვე გართულებებში რაიმე ტიპის მნიშვნელობა, რომელი ტიპის დიაბეტი აქვს, მაგ ზოგადად დიაბეტიან ტიპის პაციენტს მეტი პრობლემები აქვს დაჩირქებული ინფექციის მართვაში, ვიდრე ადამიანს, რომელსაც არ აქვს შაქრიანი დიაბეტი. დიდი მადლობა, ჩვენ რადიო მსმენელი გველოდება, მოდით მოვისმინოთ. კითხვა გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობათ. დედიკო, დიაბეტიკი ვარ 40 წელია. ინსულინ დამოკიდებული. 79 წლის. პივა ძალიან ქვედა კიდურები. დიახ. ერის არე ძალიან მაწუხებს
ფეხის ძვლები, თითები განსაკუთრებით. დიახ. ეხლა ეს ტკივილი წუხელი დავლიე ტემპარგინი ნოშპა, მერე არხის კომპრესი გავიკეთე, არ მიშველა და სასტრაფო მერე გამიკეთე გამახუჩებელი და ცოტა მიმიხვეცდა. ამ წუთში არ მტკივა, ვიბანავე. ხო და ეს ახლა გაგრძელება ეს უმკევნო პროცესი დაახლოებით 1 კვირა ან 10 დღე მერე ისევე მეწყება. ამ დროს შაქარი ხან დარეგულირებული მაქვს, ხან მაღლა მიმიდის. თქვენ მხოლოდ ინსულინს არ მეკითხება. არაფერს არ ვარ. ძალიან დიდი ბოდიში, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და კონკრეტულად ინსულინს მოიხმართ თუ კიდე რაიმე მედიკამენტებს ღებულობთ სხვადასხვა დაავადებების გამო? 12 საათს ნახევა რამ იმას ტაბლეტს თქვენ უნდა მიმართოთ აუცილებლად თქვენს ენდოკრინოლოგს, რომ თქვენი მკურნალობა მოხდეს კომპლექსურად, მხოლოდ ინსულინით ასეთი ტიპის ტკივილების მოხსნა და შაქრიანი დიაბეტის გლუკოზის მართვით ვერ მოხდება. თქვენ რასაც აღწერთ, სავარაუდოდ არის ნეიროპათიული ტკივილები და ნევროლოგის ჩართვაც დაგჭირდებათ, რომ მკურნალობის კურსი დაგენიშნოთ, რომ შედეგი მიიღოთ. პოდაგრაც უნდა გამოირიცხოს, რომ ეს არ არის დაუშვათ პოდაგრული ტიპის ტკივილი. ამას თვითონ ექიმი განსაზღვრავთ, მიბრძანდით აუცილებლად. დიდი მადლობა კითხვისთვის. ჩვენ მოდი დროებით შევწყვიტოთ გამოშვება, რადგან პატარა სარეკლამო ჭრილის დროა. მე შეგახსენებთ დღეს საუბრობთ თემაზე შაქრიანი დიაბეტი და ინფექციური პათოლოგიები. აორტის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი გალტო ნინო ესაკია ჩვენი სტუმარი. რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. გრძელდება იმედის კლინიკა, ჩვენ საუბრობთ ქალტონ ნინო ესაკიასთან, შაქრიანი დიაბეტი და ინფექციური პათოლოგიები გახლა ჩვენი საუბრის თემა. ქალტონ ნინო, მოდით იმ შეკითხვებსაც მივხედოთ, რომლებიც იყო უკვე გამოგზავნილი. დიაბეტი მაქვს უკვე 15 წელი, ძალიან მაწუხებს ტუჩების დასკდომა, პირის სიმშრალე, ხშირი სტომატიტი, ვერაფრით ვერ უშველე თავს, მირჩიეთ რაიმე რაც დამეხმარება. რომელსაც აქვს ეს პრობლემები, ვურჩებდი, რომ გარდა იმისა, რომ შეიმოწმოს სისხლში გლუკოზის და გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი, ასევე გამომდინარე იქნა, რომ ენდოკრინოლოგი ვარ, ვურჩებდი, რომ შეიმოწმოს TSH-ის მაჩვენებელი, ანუ თირეოტროპული ჰორმონის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, ვინაიდან TSH-ის მაღალმა ციფრებმა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები და აქედან იყოს ეს დაკავშირებული მის პრობლემებთან და არა პირდაპირ შაქრის დონიდან. დიაბეტი მაქვს 10 წელი, ძალიან შემაწუხა ფეხის სოკომ თვეების განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობა. არსებობს თუ არა რაიმე საშუალება? სხვა სოკოვანი პათოლოგიაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხშირია დიაბეტის დროს სოკოს განვითარება ქვემოკიდურებზე, არსებობს როგორც ფრჩხილის სოკო, ასევე ზოგადად სოკოვანი ინფექცია. ამ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს დერმატოლოგს, რადგან ამას ჩვენ არ მკურნალობთ და დერმატოლოგი მოახდენს მის მკურნალობას. მე მესმის მისი ამბობს, რომ თვეები ამ მკურნალობს, ზოგადად ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც ესე მარტივად გადაჭრას არ ექვემდებარება და მას ჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, რომ საბოლოო შედეგი მიიღოს. დერმატოლოგს მიაკითხოს. ვარ დიაბეტი დაავადებული 5 წელი, ბოლო რამდენიმე თვე ძალიან მისყდება ქუსლის კანი, მაწუხებს და მტკივა. ეს უკავშირდება თუ არა ჩემს ძირითად დაავადებას და მომეცით რაიმე პროფესიული რჩევა. დიახ, უნდა აუცილებლად მოახდინოს შაქრის დონის კორეგირება სისხლში, ჩემი ვარაუდით ეს იქნება პირდაპირ დაკავშირებული შაქართან და ასევე ჩაიტაროს დიაბეტური ტერფის გამოკვლევა. ძალიან მაწუხებს კანზე ჩირქოვანი გამონაყარი, დაავადებული ვარ დიაბეტით 6 წელი, ბევრ ანტიბიოტიკს მასმევენ, თუმცა ბოლომდე ეს გამონაყარი ვერ მოვიცილე. აქ გააჩნია არა კონკრეტებს სადა აქვს მას გამონაყარი, ეს არის აკნეს ტიპის გამონაყარი დაუშვათ სახეზე და გუმკერდის მიდამოზე, თუ ეს ჩირქოვანი გამონაყარი ფურუნკულების სახით არის განვითარებული კისრების მიდამოზე ვერ გეტყვით, ანუ არ არის დაკონკრეტებული პაციენტის შემთხვევაში სადა აქვს ეს გამონაყარი. ყველა შემთხვევაში მან უნდა მიმართოს ასევე დერმატოლოგს, რომ ჩაიტაროს. მე არ ვეთანხმები, რომ ძალიან ბევრი ანტიბიოტიკი
ანტიბიოტიკი მიიღო, მან შეიძლება ამ ანტიბიოტიკებისგან განვითარდეს პირიქით უკვე ანუ გრძნობელობის შემცირება და პირიქით უკვე განვითარებაზე მიიღოს ჯობია მიაკითხოს ექიმ დერმატოლოგს, რომ გამონაყარის სპეციფიკა დადგინდეს, ანუ წარმოშობა საიდან არის, ან ჩაითესოს და გრძნობელობა გაიგონ და იმის მიხედვით ჩაიტაროს მკურნალობა. ძალიან მეკრცლება ხელის გულის კანი, ჩემმა ენდოკრინოლოგმა მითხრა, რომ ეს დიაბეტის შედეგია, რადგან შაქარი არ მაქვს კარგად გაკონტროლებული. ამიხსენებთ, გთხოვთ, რატომ ვითარდება კანის აკერცლვა დიაბეტის დროს? ზოგადად ვისაუბრეთ ამის შესახებ, ანუ დაქვეითებულია კანის ტროფიკა, ანუ კვება დიაბეტიანი ტიპის პაციენტებში, სისხლის მიმოქცევა არ არის კარგად განვითარებული, აღდგენის უნარი ნაკლები აქვს კანს, ამიტომ უნდა მართოს მან შაქრის დონე, რომ გრძნობელობა გაუმჯობესდეს, როგორც ნეირონების გრძნობელობა, ისე სისხლის მიმოქცევა და რა თქმა უნდა პრობლემა აღარ ექნება. თუმცა ამ შემთხვევაშიდაც ურჩევ, რომ აუცილებლად TSH-ი, ანუ თირეოტროპული ჰორმონი გამოიკვლიოს სისხლში, ვინაიდან ჰიპოთირეოზის დროს კანის სიმშრალე და აკერცვა პირველი ნიშანია ხოლმე. შეიძლება თუ არა დიაბეტმა გამოიწვიოს თითქმის ყველა კბილის კარიესი, ადრე საკმაოდ კარგი კბილები მქონდა, დიაბეტი დამემართა 4 წლის წინ და მას შემდგომ ძალიან დამიზიანდა კბილები. პირდაპირ დიაბეტთან ვერ ვიტყვით, რომ დაკავშირებული არის კარიესი, რომელიც პაციენტს აქვს ყველა კბილის. თან ის ამბობს, რომ 4 წელია მას დაემართა დიაბეტი, ანუ ის არ იყო 4 წლის წინ დიაბეტიკი. შესაბამისად 4 წლის განმავლობაში მას არ უნდა ქონდეს ისეთი ტიპის დარღვევები, რომ უკვე ესეთი რთული პროცესი გამოიწვიოს. ჩემი აზრით, მან უნდა გამოიკვლიოს სისხლში კალციუმის შემცველობა, რკინის, ფოსფორის და ასე შემდგომ და იმის მიხედვით იმკურნალოს ეს კარიესი. დიდი მადლობა რადიო მსმენელებს გამოგზავნილი კითხვებისთვის. ჩვენ ძირითად თემას დაუბრუნდეთ. ძალიან მოკლედ ისევ და ისევ თქვათ, ანუ მიზეზები, რა მიზეზების გამო იზრდება ინფექციური პათოლოგიების შემთხვევები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. პირველი ეს არის გაუკონტროლებელი დიაბეტი და ამაზე შევთანხმდეთ. თუმცა ალბათ იმაზეც დამეთანხმებით, რომ არაიშვიათად გაკონტროლებული დიაბეტის დროსაც პაციენტები ხდებიან ინფექციის მსხვერპლნი. დიახ, და ხშირ შემთხვევაში ეს შემდგომ ამპუტაციით მთავრდება ან დაუშვათ სხვადასხვა ტიპის გართულებებით. დიაბეტიან პაციენტებში, როდესაც ინფექცია განვითარდება, აუცილებლად სასურველი ასეთი ტიპის პაციენტის ინსულინზე გადაყვანა და ინსულინით მართვა, თუნდაც რამოდენიმე ხნის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, როდესაც პაციენტები მოგმართავენ უკვე გართულებული დიაბეტით და მათ აქვთ ქვემოკიდურებზე სხვადასხვა ტიპის ინფექციები და ესაჭიროებათ ასევე ხანგრძლივი მკურნალობა ქირურგებთან და სტაციონარული რეჟიმით, ჩვენ მათ ვურჩევთ ინსულინოთერაპიას, როც იყოს გაკონტროლებული სისხლში შაქრის დონე და პაციენტის, რაც ძალიან იშვიათია გართულების დროს, მას ჰქონდეს იდეალური შაქრები, ძალიან ცოტა შემთხვევაში შეიძლება მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდეს, მაინც ინსულინოთერაპიას ვურჩევთ. მინდა აუხსნა ყველა პაციენტს, ვისაც აქვს მეორე ტიპის დიაბეტი, ეგრეთ წოდებულ შეძენილ დიაბეტს, რო ეძახიან ასაკში განვითარებული. ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ისინი გადაყვავს ინსულინზე, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მთელი ცხოვრება ინსულინ დამოკიდებული ხდებიან და ინსულინ მომხმარებლები უნდა იყვნენ. შესაძლებელია იმ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, როდესაც პაციენტებს აქვთ კიდურებზე ჩირქოვანი პროცესები, ინფექციური პრობლემები, გართულებები, დროებით მოხდეს მათი გადაყვანა ინსულინოთერაპიაზე, თუნდაც რამოდენიმე კვირით ან ერთი თვით და შემდგომ, როდესაც იდეალურად მოწესრიგდება კანის პროცესი, ჩირქის პრობლემა მას აღარ ექნება, აღარ ჭირდება სტაციონარული რეჟიმი და მკურნალობა, ის ავტომატურად ბინაზე გაწერის შემთხვევაში შესაძლებელია ისევ გადავიდეს ტაბლეტირებულ მკურნალობაზე და მას მუდმივად ინსულინოთერაპიის რეჟიმი არ დაჭირდეს. ხშირად პაციენტებს, როდესაც ვურჩევთ ხოლმე ინსულინის მკურნალობას, ისინი არიან ხოლმე ძალიან შეშინებული და გონიათ, რომ უკვე გადადებულია მისი მდგომარეობა და რაღაც უიმედოობით უყურებენ ამას. ეს არ არის ესე და ასევე ინსულინით მკურნალობის შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია შაქრის დონის მოწესრიგება და მართვა და ინფექციური დაავადებების მხრივაც მალე ხდება ხოლმე აღდგენითი პროცესები, რეგენერაცია და ასე შემდგომ. რატომ ვითარდება ინფექცია? ეს უკვე ვისაუბრეთ, ცნობილია ეს ისედაც, რომ ინფექცია ვითარდება იმიტომ, რომ ხდება კანის დაზიანება. კანის დაზიანება რომ არ მოხდეს იდეალურად მოვლილ კანზე, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათია, რომ ინფექცია განვითარდეს. ინფექციის განვითარება ხდება ნაკაწრის გამო კანზე, იგივე
ორივე ჩხოლეტის გამო დაუშვათ ფრჩხილის მოჭრის შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში არასწორად მოჭრის დროს ხდება თითების დაზიანება მაკრატლის წვერით, რაც ავტომატურად მომავალში ამ დიაბეტიან პაციენტებში იწვევს ინფექციას. ხშირ შემთხვევაში დიაბეტით დაავადებულ ასაკოვან პაციენტებს მხედველობის პრობლემებიც აქვს, დაქვეითებული აქვთ მხედველობა, არა აქვთ 100%-იანი მხედველობა, რის გამოც ისინი ამ მიკროტრამვებს, მიკროდაზიანებებს ქვემო კიდურებზე, თითებზე, ტერფებზე ვერ ამჩნევენ, ან ქვემოდან ქუსლის მიდამოში. ხშირად ქუსლის მიდამოში აქვთ ხოლმე აი პაციენტი წერდა კიდე შეკითხვაში, კანის გასკდომა, ქერცვლა, შრევება ან ჭრილობის განვითარება და სანამ ეს ჭრილობა არ გავრცელდება და არ გახდება მისთვის მტკივნეული ეს ადგილი, ის დადის ხოლმე ვერც ამჩნევს, არ იცის რომ მას ქუსლები აქვს დაზიანებული. დიაბეტიან პაციენტებს ხშირ შემთხვევაში ჩემთან როდესაც მომართავენ, მე აუცილებლად ქვემო კიდურების დათვალიერებას ვაწარმოებ. ანუ ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, პაციენტს გაკვირვებია კიდეც, მე მოვედი შაქრის გამო და რა შუაშია ფეხები, რომ ვეუბნები, რომ აი გაიხადეთ წინ და უნდა დავათვალიეროთ თქვენი ტერფები. ვნახულობთ პულსაციას აუცილებლად არის თუ არა პულსი ქვემო კიდურებზე, არტერიებზე და ვნახულობთ ასევე გარედან ვათვალიერებთ კანის მდგომარეობას, ხომ არ არის სადმე შავი წერტილი, კანის დანეკროზება, ან დაზიანება, ან სისხლჩაქცევა, ან რაღაცა ისეთი პროცესი, რაც მომავალში შეიძლება ჩირქოვანი პროცესის განვითარების წყარო გახდეს. ამ შემთხვევაში პაციენტებმა აუცილებლად 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ ტერფის დათვალიერების პროცესი, მიმართონ ვისაც სოკოვანი ინფექციები აქვს და მიდრეკილება აქვს ხშირად ინფექციებისადმი, მიმართონ დერმატოლოგს, კანის ექიმს, რომ მოხდეს ეს ამ პროცესის ლოკალიზება და აღდგენა, იმიტომ რომ მათ აქვთ დაბალი იმუნური სისტემა, იმუნიტეტი, რომელიც ებრძვის ზოგადად ეს ჩირქოვანი პროცესი ესე მასიურად, რა თქმა უნდა, არ უნდა ვითარდებოდეს, როდესაც ადამიანს მდგრადი იმუნიტეტი გაქვს. მაგისთვის არის სწორედ იმუნური სისტემა, რომ დაამარცხოს ეს პატარა ინფექცია და შეებრძოლოს. არ უნდა მოხდეს ამის თვითნებური სახში დამუშავება სხვადასხვა ტიპის მალამოებით, შესაზელი საშუალებებით და ასე შემდგომ, იმიტომ რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ამითი უფრო ვავნებთ და არა მკურნალობთ. ნუ პრინციპში ეს ისეთი რჩევებია, რომლებიც დაცული უნდა იყოს ამ პაციენტის, ამ მისი ოჯახის წევრისგან ყოველდღიურად, იმიტომ ამას არაფერი წინ არ უდგას თვითდათვალიერებას, კიდურის დათვალიერება მოვლა, ხშირი აბაზანა, ნელთბილი წყლით და სწორად მოჭრა ფრჩხილების. ასევე საყურადღებოა წინდებით, არ დაგვავიწყდეს, რომ წინდები, რომელსაც იცვამს პაციენტი, არ უნდა იყოს მოჭერილი მანჟეტით, ანუ ძალიან არ უნდა უჭერდეს ის კოჭის სახსარში, იმიტომ რომ არ გამოიწვიოს ადგილობრივად სპაზმი, შევიწროება, რის გამოც სისხლის მიდინება, დიახ, რა თქმა უნდა. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელსაც, რასაც იცვამს პაციენტი, რა თქმა უნდა, მაღალქუსლიანს, ცოტა რთულად სატარებელ ფეხსაცმელს არ ვურჩევთ და ასევე ხშირ შემთხვევაში ჩვენი ანგიოლოგები ურჩევენ ხოლმე ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლის ჩაცმას, ვინაიდან არ მოხდეს ზეწოლა თითების მიდამოში, იგივე კოჭის ქუსლის მიდამოში, რომ არ დაზიანდეს კანი და მაქსიმალურად უნდა გავფრთხილება ამას. ეს ალბათ ისედაც ცნობილია ყველა ადამიანისათვის, ამაზე ძალიან ბევრი იწერება, არის ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ რატომღაც შესრულება არ ხდება ამისი, ანუ ყოველთვის უგულვებელყოფა ხდება და პაციენტი, როგორც ასე ვთქვათ, არ უვლის თავს ხშირ შემთხვევაში, ის აკონტროლებს მხოლოდ შაქარს. აი შაქრისაზომი აპარატი დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს დიაბეტიკს სახლში და იზომავს დღეში 5 ჯერ შაქარს, აბარამდენი მაქვს, აბარამდენი. ეს არ არის მკურნალობა, მან გარდა იმისა, რომ შაქარი უნდა გაიზომოს, ასევე უნდა კონდეს ძალიან ხშირი კონტაქტი თავის ენდოკრინოლოგთან, ახლო კონტაქტი სატელეფონო თუნდაც, რომ ენდოკრინოლოგმა მას გამომდინარე მისი შაქრის ციფრებიდან მიცეს რჩევები, მიცეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა, რომ პაციენტმა არ გაირთულოს ინფექციებით შემდგომ თავის მდგომარეობა. დიდი მადლობა, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა გაჟღერდა დღევანდელ გადაცემაში და ამ რჩევებს კიდევ ერთხელ ყურადღებით უსმენდნენ ის პაციენტები, ვისაც აქვს დადგენილი შაქრიანი დიაბეტი და აუცილებლად გაითვალისწინებენ თითოეულ მათგანს, რადგან ეს ყველაფერი მაქსიმალურად შეამცირებს იმ ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული და მძიმე გართულების რისკს, რასაც ინფექციური პათოლოგია ეწოდება. და გაუხანგრძლივებთ მათ სიცოცხლეს. დიაბეტის დროს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. დღეს ჩვენი სტუმარი ავერსის კლინიკის ექიმი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი ნინო ესაკია იყო. მე დაგემშვიდობებით, ალბათ მომავალი შეხვედრის იმედით. დღეს ამით ამოწუროთ იმედის კლინიკა. ნახვამდის.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.